ამ წუთებში ხმაურია ქუთაისში მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ევროპული მომავლის მცველებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან სწორედ აღნიშნულ თეატრთან გადმოინაცვლეს იქ, სადაც მომღერალ ანრი ჯოხაძის კონცერტი მიმდინარეობს. მოღალატე ამ შეძახილებს აკეთებენ პერიოდულად აქციის მონაწილეები. მე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები აქ ყოფ ადამიანებს, მათ სათქმელს მოვისმენ, ხედავ ახალგაზრდას, რა არის თქვენი სათქმელი, რატომ მოხვედით თეატრთან? თეატრთან 51 დღე უკვე მერიასთან გვაქვს აქციები გაუჩერებლად ზებსაც კეტავთ და არ გვიფიქრე ლოკაციას ვთქვათ, მაგრამ დღეს ის მსგავსება მოხდა, როცა თბილისში ახალგაზრდებს იჭერე, რამდენი ბავშვი ნივთები მოპარეს, იქით ამბებიან და არბევენ, გაზები წამლავენ და ანრი ჯოხაძე გამოდის ეს ქოცების იმედის მონა და დგება და სიმღერას აპირებს და ეს ხალხიც 80 ლარებს იხდის იმის ბილეთში, რომ ანრი ჯოხაძეს მოусმინო. აგერ მე ვარ ანრი და იმაზე კარგად მემღერი ვარ. მოდი და ჩვენ მოусმინეთ იმ პროტესტს მოусმინეთ, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება და არა ვიღაცის მობზუტურულ ნამღერს. დიდი მადლობა აქციის სხვა მონაწილეებს გავესაუბრები. ხედავ საბსტვენით სამოქალაქო აქტივისტ ზალიკო კუხიანიძე. ზალ, თქვენი სათქმელი რა არის? ჩვენი სათქმელია ის, რომ დღეს არავის არ უნდა ეკონცერტებოდეს მასში, როდესაც საქართველოს წინსვლისთვის დაპატიმრებული ვაჟკაცი მებრძოლები არიან ციხეში და გვაქვს თავზე დახეული კონსტიტუცია მოპარული არჩევნები. ამიტომ დღეს კონცერტზე კი არ უნდა ვიდგეთ ქუჩაში, რა უნდა ვაპროტესტებდეთ გაყალბებულ არჩევნებს და ვითხოვდეთ ახალ არჩევნებს და ვითხოვდეთ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. ასე ვთქვით ანრი ჯოხაძეს. ანრი ჯოხაძეს ვეთყოდი იმას, რომ მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგის რაღაც ქართულ სახელოვნება კულტურაში ყოფნას, თუ არ იქნება სწორ პოზიციაზე, რაც სახელმწიფოებრივი პოზიცია არის. დიდი მადლობა სხვა აქციის მონაწილეებსაც გავესაუბრები. თქვენი სათქმელი რა არის, რატომ მოხვედით მესხიშვილის თეატრში? აღარ ვიცი რა უნდა ვთქვათ, რადგან ამორალურად უკვე აღარ მივაჩნია არაფერი ამ ყველაფრის ფონზე რაც ხდება. უბრალოდ ეს არის სირცხვილი და მე უბრალოდ კივა ყველა სამოქალაქო აქტივისტ ახალგაზრდა ექიმს ნოდო სიხარულიძეს ხედავ. ნოდო, თქვენი სათქმელი რა არის, რას ეთყოდით მომღერალს, რას ეთყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თეატრში შევიდნენ? სირცხვილია დღეს, რასაც ეგენი აკეთებენ და რა მხარესაც დგანან, სოლიდარობის ნატამალს ვერ ხედავ. მე დაჭერილი და ნაცემი ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების მიმართ და დადიან თავრობის ორგანიზებულ კონცერტებზე. მინდა რომ დაინახონ, სად დგას ნამდვილი ქართველობა, ნამდვილი ევროპელი და თავისუფლების მოყვარე ხალხი და იქნებ მაგალითი აიღონ და ჩვენ მხარეს დადგნენ. შიგნით არ შევიდნენ, აქ თუ არიან მოსულები, იქნება გადამწყვეტ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენთან ერთად დადგნენ და არ დაესწრონ იმ კონცერტს, დაიკიდონ როგორღაც ის 80 ლარი, რაც აქვს გადახდილი თუ რაც გადაუხადეს სხვებმა. ძალიან დიდი მადლობა. მაშასი ასეთია ვითარება ქუთაისის ცენტრში, როგორც ხედავთ, ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.